საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. კრიმინალურ პოლიტიკური კვანძის გახსნამდე სულ ცოტა დარჩა. ამას მოწმობს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. პროკურატურა ამბობს, რომ დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის საშუალებით თეთრდებოდა. ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ ერთი სავალუტო ჯიხურის მეპატრონე, თუმცა 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ეგრეთ წოდებული გარეცხვის საქმე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ კახა კოტორაშვილი ასეთი მასშტაბის თანხას 2 წლის განმავლობაში ვერც თანამზრახველების და მით უფრო ვერც მფარველების გარეშე, გავლენიანი მფარველების გარეშე ვერ გაათეთრებდა. ამას მოწმობს პროკურატურის მიერ გავრცელებული საკმაოდ უცნაური განცხადება, რა თქმა უნდა, გულისხმობ პირველად განცხადებას, სადაც საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე, თუმცა არ არის მითითებული არც დაკავებულის ინიციალები, არც მისი დაკავების კადრები და არც დიდი ოდენობით ამოღებული ნაღდი ფული, რასაც იყო საუბარი ამ განცხადებაში. არა და ასეთი კადრების გავრცელება მოგახსენებათ, რომ სახელმწიფო ბრალდებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თანხის კოლოსალური ოდენობა, პროკურატურის მიერ გასაიდუმლოებული დეტალები და ფულის გათეთრების ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი სქემა ბადებს ეჭვს, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირებამდეც მივიდეს, რადგან დანაშაულებრივი ქსელი წლების განმავლობაში ისე მოქმედებდა, რომ შავი ფულით დატვირთული, ასე ვთქვათ, დატვირთულ მანქანებს არც საბაჟოზე აჩერებდნენ, ვერც მთავარმა ფინანსურმა მაკონტროლებელმა, ანუ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა, რომ ერთი სავალუტო ჯიხური დიდი ოდენობის უკანონო ფულს ათეთრებდა და შემდეგ კომერციულ ბანკებს აწვდიდა და ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შენიშნა, რომ ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაოდ და სისტემური დანაშაულის ადგილად იქცა. სადამდე მივა ხალხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული თუ უკანონო გზით გათეთრებული მილიონების კვალი, ამას ალბათ მალე ვნახავთ და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებს ალბათ 12 წლიანი ციხეც არ აცდება, თუმცა საინტერესოა დაზარალებულებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვინ აუნაზღაურებს იმ შეუფასებელ ზიანს, რომელიც არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მიერ ხალხისთვის მოპარული მილიარდობით ლარის გამო მიადგათ. გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ვიდრე სხვა თემებზე ვისაუბრებთ, სხვა პოლიტიკურ თემებზე. მინდა სწორედ აი ამ ძალიან გახმაურებული საქმით დავიწყო თქვენთან საუბარი. რამდენიმე დეტალი სულ ცოტა ხნის წინ საქმის პროკურორმა დააზუსტა, ანუ საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი სახელი და გვარი, ეს არის ელდარ ჰუსეინოვი, რომელიც უწყების მტკიცებით ბრალდებულთან ერთად მოქმედებდა. დაზუსტდა ფულის ოდენობა ვალუტაში, რუსულ რუბლში, საქართველოში შემოტანილი არის 56 მილიარდ მეტი რუსული რუბლი და ასე ვთქვათ, პირველადი წარმოშობის წყარო, არ ვიცი რამდენად არის აზერბაიჯანი ყოველ შემთხვევისთვის, პროკურატურა გვეუბნება, რომ ეს ფული საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოდიოდა. ვერსია ძალიან ბევრია. თუმცა ინტერესი ძალიან მაღალია ამ საქმის მიმართ. თქვენ რა ვერსია გაქვთ და როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს კვალი და შეიძლება თუ არა ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში ძალიან დიდი პოლიტიკური სარჩული ქონდეს? გამარჯობა ქალბატონო ემა, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს დიდი სკანდალია, რაც მოსალოდნელი იყო და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთი ჯიხურის მფლობელი თუ აი ვიღაც ადამიანი ამდაგვარი ამას რო ვერ გააკეთებდა, ეს ნათელია, აი კრიმინალური ჩვენთვის ყველასთვის საღადმოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ კრიმინალური პირამიდის მარტო აი წვერი გადაიფხიკა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ დანაშაულებრივი ბანდის შიგნით რაღაცა ინტერესები ვერ დაალაგდა, როგორც უნდა ამ წუთას, ასე ვთქვათ, სადავეებთან მყოფ ადამიანებს. უბრალოდ ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას ერთის მხრივ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ვლაპარაკობდით მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, რომ ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და რომ რუსულ ფულზე არის ლაპარაკი და ჩვენ უკვე
უკრაინა საქართველოს ომიდან მოყოლებული, ესა რუსეთს საქართველოს ომიდან მოყოლებული, მე რუსეთ უკრაინის ომიდან მოყოლებული ვართ აი ამ მდგომარეობაში და განსაკუთრებით 2022 წლიდან ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს იქცა რუსეთის მომსახურე ქვეყანად აი ამ სანქცირებული ტვირთების გატარების თუ თუმცა როგორც პროკურატურა გვეუბნება ბატონო გიორგი, ანუ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდა, ანუ ლეგალურ მიმოქცევაში დარჩა და არა ლეგალურ მიმოქცევაში კი არა, ეს ყველაფერი არის შავი ფული, ხო? ეს ყველაფერი არის კრიმინალური, ხო, ეს ყველაფერი არის კრიმინალური საქმიანობა. მათ როგორც ჩანს დეპოზიტებზე განათავსეს. ეს ყველაფერი არის კრიმინალური საქმიანობა და მომსახურება აი იმ მილიარდერებისა, რომელი მილიარდერებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ყველას კარგად ესმის და ეს არის ისევ აი ამ ბანდის ივანიშვილის კრიმინალური ბანდის საქმე, რომელმაც გადააქცია ჩვენი ქვეყანა აი ამ რაღაცა ტრანსნაციონალური დანაშაულის ადგილად, შავი ფულის რეცხვის ადგილას და სადაც ეს ბანდა ჩვენ ქვეყანას ეპყრობა როგორც თავის შეპესეს. ანუ ივანიშვილი დგას აი ამ შავი ფულის გათეთრების სქემის უკან ამას ამბობთ. აბა წარმოგიდგენიათ. და მაშინ რა გამოდის, რომ ეხლა თავის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება, ანუ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თავის წინააღმდეგ. ივანიშვილამდე არ მივა რა თქმა უნდა და არც რომელიმე ამჟამად მოქმედ მაღალჩინოსამდე არ მივა რა თქმა უნდა გამოძიება. ეგ არ მithქვამს მე გელაპარაკებით. რა არის, ვინ არის თავი და თავი. ამ სისტემის, ხო? და ეხლა მას აქვს შიდა ბანდის შიგნით, შიდა კლანური გარჩევები და აი ამის ერთი ნაწილი არის, სადაც ან თქვენც უფრო იმ ვერსიას ემხრობით, რომ შესაძლებელია საბოლოო გამოძიების კვალი საბოლოოდ მივიდეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ყოფილ სუსის ხელმძღვანელთან და ყოფილ პრემიერთან. ყოველ შემთხვევაში მოქმედთან და ბიძინა ივანიშვილთან რო არ მივა, ეს ფაქტია, ხო? აბა თავის თავს ხო არ დაждის და თავის თავს ხო არ დაიჭერს, ხო? უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რასაც მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ვლაპარაკობთ, რომ ესენი არიან ბანდა. ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ესენი არიან ფულის გარშემო შემოკრებილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან სამშობლოსაც უღალატონ, ოღონდ ფული აკეთონ, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ. ამ 700 მილიონ დოლარზე როცა ვლაპარაკობთ თითქმის, ხო ეს არის 2 მილიარდი ლარი, წარმოიდგინეთ. მარტო ერთ ამ სფეროში. ამას წინ კობახიძემ ამ ბანდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიდევ მეორე 700 მილიონზეა ლაპარაკი, 700 მილიონი ლარიო ერთი წლის განმავლობაშიო ეკონომია გავაკეთეთო სახელმწიფო საწარმოების სექტორშიო. ეხლა ეს რას ნიშნავს? 13 წლის განმავლობაში გადავამრავლოთ ეს არის მარტო ამ სექტორში, რასაც სახელმწიფო საწარმოები ქვია 10 მილიარდი დოლარი. ეხლა უყურეთ ეს წარმოიდგინოთ, რაზე ვლაპარაკობთ? 10 მილიარდი ლარი უკაცრავად, ხო? მარტო ამ ერთ სექტორში. ეხლა გადავიდეთ, რა ხდება გზების მშენებლობაზე, რა ხდება ენერგეტიკაში, რა ხდება როგორც თვითონვე აღიარეს თავდაცვის სამინისტროში, რაზეც ვლაპარაკობთ, რომ ჯარს ანგრევენ და მიწასთან ასწორებენ. რა ხდება უშიშროების უზრუნველყოფელ სტრუქტურებში, რა ხდება ეკონომიკის სხვა დარგებში, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ. დაახლოებით ეს რომ 13 წელზე გადავამრავლოთ, აი ყველაზე მინიმუმი ლაპარაკი არის მოპარულ ქვეყნის ბიუჯეტიდან და ქვეყნის ეკონომიკიდან უკანონოდ ამოღებულ 100 მილიარდ ლარზე. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ახლა კობახიძე და თავისი გუნდი ცდილობენ, რომ მსუბუქად რომ ვთქვათ, გაემიჯნონ, ხო, მათ წინამორბედებს. მეტიც აგერ კობახიძე ამბობს, რომ ეხლა ჩვენ ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს კანონი მთელი სიმკაცრით ავამოქმედოთ, ყველას მოვუწოდებთ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ემან და არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ. ეხლა ჩვენ არ გვინახავს არც გომელაური, არც ლილუაშვილი და არც ღარიბაშვილი გამოსულყვნენ და საჯაროდ განცხადებები გაეკეთებინათ ამ თემასთან დაკავშირებით. ხო და ეხლა მაკეთ მივდივარ. ანუ თქვენ როდესაც დავიწყეთ საუბარი აი ამ მასშტაბური ფულის გათეთრების საქმეზე, თქვენ პირდაპირ ისრები გადაიტანეთ ქართული ოცნების მიმართულებით და ლოგიკურიც არის, ხო? აბა ჯიხურის ფლობელზე ხო ახსოვიდეთ. კი, მესმის ბატონ გიორგი და მე ეს მქონდა კიდეც, ხო?
იმაში რა ქვია შესავალში რომ სულ ცოტა 3-4 სახელმწიფო უწყებას რომ ეს გამოეპარა უმაღლეს ზონეზე ეს არ არის რომ კი ბატონო ეს სულ მცირე მეტყველებს იმაზე რომ ან გულგრილობით მოეკიდნენ საკუთარ უფლება მოვალეობას მესმის მაგრამ ვიყო აი ვიქნები ძალიან მიამიტომატობამდე ხო ამას ობიექტურობაც არ ქვია მიამიტი ვიქნები აი სულელი ვიქნები და დავიჯერებ რომ ასია ხო ხო მაგრამ ნახეთ თუ შევხედავთ წმინდა პოლიტიკურ ჭრილში ამ საქმეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური ასე ვთქვათ ეშელონიდან დაფარული დანაშაული რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ ისე შემოატრიალოს საქმე რომ აი ამ საქმის რაღაცნაირად ბრალეულობის ის არის გადმოიხაროს მათ შორის ოპოზიციისკენაც და რატომ ეხლა რატომ ფიქრობ ასეთ ვერსიაზეც გეტყვით რატომ აი ჰექსოგენის საქმესთან დაკავშირებით ხო ხედავთ რომ ძალიან აქტიურად აკეთებენ განცხადებებს რომ დარწმუნებულები არიან რომ გაჩერდნენ ეხლა ეს უბრალოდ შეაგდეს ეს ამბავი რომ რაღაცნაირად დააკავშირონ ეს მათი დასრულების დღესთან 4 ოქტომბერთან და ეს თქვენს და მე ბუნებრივია გაჩერდნენ იმიტომ რომ რაზეც ფიზიკურად რაღაცა ხო უნდა თქვან რაღაცა კავშირზე ხო უნდა თქვან მაგრამ ეხლა ფულს ჩვენ ვახურდავებდით და ჩვენ ვათეთრებდით რომ მაგას ხო ვერ იტყვიან ანუ ჩვენი ყოფილა საბაჟო ჩვენი ყოფილა ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჩვენი ყოფილა ეროვნული ბანკი ჩვენი ყოფილა სუსი რომელიც ღალატში ადანაშაულებენ თავის ყოფილ თანამებრძოლებს და თანაგუნდელებს და ამბობენ რომ ისენიო თანამშრომლობენ აგერ ოპოზიციასთან აფინანსებენ კიდევაც რომ რაღაცა რადიკალიზაცია დესტრუქცია აი ამას ვამბობ ანუ პირდაპირ დაგადანაშაულობა არამედ მათი თანაგუნდელებს გახარიას გავლით დამადანაშაულებენ გახარია რა იყო და იმის რა ქვია ღარიბაშვილის გავლით დამადანაშაულებენ მე ხო ნუ ახლა ენაძვალი არა რა თქმა უნდა ისეთ რაღაცებზე გვადანაშაულებდნენ რომ საერთოდ ადამიანს თვები ყალხზე დაუდგებოდა მაგრამ მადლობა ღმერთს ბევრი რაღაცა ხალხმა გაარკვია რა ტყუილებით იყვნენ რა ცილისამებით იყვნენ დაკავებული მაგრამ ახლა ამასაც მაშინ თქვენზე რატომ მიდათ ეს განცხადება რომ აი შესაძლებელია ხო მან იქ არ აღმოჩნდა სადაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ არა მე მაგას აი მაგნაწილზე ვლაპარაკობთ ანუ გააკონტროლონ რიტორიკაო ჩვენ რომ ვამბობთ მშვიდობიან რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე აი ჩემი აზრით მაგას გულისხმობენ ხო და მაგის გამკაცრება გვინდაო რომ რაც არ უნდა მშვიდობიანი დააყოლონო რახან ამბობენ დამხობას და რევოლუციასო მაგისთვის სასჯელს გავამკაცრებთო ამას წინ ეგა თქვა და მე მგონია რომ ეგ ამ შემთხვევაში მაგნაწილი გვეხებოდა ჩვენ ამ კუთხით თორე რა თქმა უნდა ყველაფერი შეუულიათ მათ ენას ძვალი არ აქვს მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს მათ მატყუარობას საზღვარი არ აქვს ახლა ყველაფერს აკეთებენ რომ პირდაპირ ადანაშაულებენ თავი გადაირჩინონ რომელიც ახლა პატიმრობაშია ფარულ თუ თანამშრომლობაში მოდი ასე ვთქვათ მათ ყოფილ თანაგუნდელებთან მაგაში არ ადანაშაულებენ ორი ოფიციალურ არა ამ შემთხვევაში ოფიციალურ ბრალს არ გულისხმობ საჯარო განცხადებებს ვამბობ რომ რაღაც აგენტი იყო ლევან ხაბეიშვილი თანამშრომლობდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები მათთან ხო ხო ჩემგან ხო არ გესმით ახლა პირველად რა ვიცი არა აგენტი იმათი აგენტობა არა მაგრამ თანამშრომლობა კი გამიგია და აგენტობა ეგ მაგდენი აღარ არა რაღაც მე სახელსაც ახსენებს ხოლმე ხარ გავიმეორებ არა შეურაც აგენტი სუსთან თანამშრომლობდნენ იყენებენ მაგრამ ეს აგენტი იყო ლილუაშვილის ლევან ხაბეიშვილზე არ გამიგია თქო მაგრამ ნუ არაფერს არ გამორიცხეთ კი არ გეკამათებით უბრალოდ მე არ გამიგია თქო მაგრამ მაგათგან არაფერი არ არის გამორიცხული ქალბატონოებმა ყველაფრის მკადრებლები არიან ყველაფრის მთქმელები არიან ოღონდ თავი გადაირჩინონ ოღონდ აი ამ შიგნ ბანდაში რამენერად სიტუაცია დაალაგონ ოღონდ ამხელა თანხაზე როცა ლაპარაკი კიდევ ერთხელ 100 მილიარდ ლარზე ხალხო 100 მილიარდი ლარი აი ახლა რაც ოთახში ვართ 10 ამხელა ოთახში აი რომ გაძეძგო კუპირებით 100 ლარიანი კუპირებით არ დაეტევა ამხელა თანხაზე როცა არის ამ მონებზე საუბარი ხო ამ მონებს ტვინი აქვთ აბსოლუტურად დაკეტილი ამას ვაპარაკობ 13 წელიწადია სახიფათო ადამიანები არიან სამშობლოს ყიდიან და ბუნებრივი ერთმანეთს დაერევიან კი არა ერთმანეთს ესწურიან ერთმანეთს კლავენ არავინ იცის ამას როგორ გამოიყენებენ საკუთარი ასე ვთქვათ პოლიტიკური პროპაგანდისთვის აი ამ კეისებს აი ახლაც გვისმენს ვიცი როგორ არ ვიცი როგორ არავინ არ ვიცი შეესწებიან ისრები ჩვენსკენ გადმოიტანონ და თვითონ თქვა რომ თვითონ არიან მამა აბრამის ბატონები როგორ არ ვიცი
ამას ვამბობდი სწორედ ეხლაც გაუკეთებია ეს დღევანდელი განცხადება, ეხლა გვისმენდა პროდიუსერი და ჩამიგდო ეს განცხადება. კობახიძის ჩემთვის ღაბეიშვილი არის ბჭყალებში ანიტა, რაც სახელი უწყისიდან ამოვიკითხე, გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვითხრეს რომ ნაციონალური მოძრაობიდან გამოქონდა ინფორმაცია, რითაც გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. რაზე საუბრობს ეს ადამიანი? ცოტა პროცესი კითხვა დამეზიდ, რა ვიცი, რას ბოდავენ ახლა, ხო? აი ამ უბედურებაში არიან გახვეულები, რამენაერად აი ამ შიგნით ბანდაში, ასე ვთქვათ, ფულის გადანაწილების, ფულის მოჭრის თემა დაალაგონ, ასევე ბიზინა ივანიშვილი გაბრაზებულია, ჩვენ ვიცით, რომ მას ფული, ასე ვთქვათ, მათ ჟარგონზე რო ვთქვათ, მოუტეხეს ბანდაში, ამ მაფიოზური კლანის ბოსი არის გაბრაზებული, რომ აბა მოიტან ბიჭებო, აბა რაზე კლავდნენ რიჟვაძეს? ხო, რაზე კლავდნენ რიჟვაძეს? რა აბა ეს რა სქემები არის? ამ დიდი ბობოლა კოცების ხო შეიძლება ასე ხელახებით ადამიანი რაღაცაში გარდა ამ სქემას 2 მილიარდ ლარს ხო ვერავინ ვერ გაათეთრებდა, ხო? ხო, შესაბამისად წარმოიდგინეთ კიდევ მაგას გეუნებით, აი თვითონ რაც აღიარეს, რომ 10 მილიარდი ლარი მარტო სახელმწიფო საწარმოების სექტორში არის მოპარული, თვითონ რაც აღიარეს. აი მაგალითად ამას თქვენს გადაცემებში ხშირად მივლია, თვითონ თქვენს ამათმა პროკურატურამ გააჟღერა, აი სამტრედია გრიგოლეთის გზაზე 700 მილიონი დოლარი იქნა მოპარულიო, ხო? წარმოიდგინეთ მარტო აი ამ მონაკვეთზე 700 მილიონი დოლარი. თვითონ თქვენს და იმის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. წარმოიდგინეთ რა ფულზეა ლაპარაკი. ბუნებრივი ამ ფულის გამო სამშობლოსაც გაყიდიან, ერთმანეთსაც ესვრიან, მეგობრობასაც დაივიწყებენ და ყველაფერს იკადრებენ. ამიტომ არიან სახიფათოები, ამიტომ არიან ბანდა. ამიტომ ემსახურებიან სწორედ რუსეთის ინტერესს, იმიტომ რომ რუსეთს უნდა, პუტინს უნდა რომ საქართველოს იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ხრელი და არა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული, ქართული სახელმწიფო. ეს არის რუსეთის ინტერესი, როგორც ჩეჩნეთად, აი რაღაცა ჩეჩნეთი რო არის წარმონაქმნი, ისეთად გადააქციოს ჩვენი ქვეყანა და აი ეს აწყობს ეს ივანიშვილი, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტად აწყობს, ვიდრე ივან ივანოვი რო დაენიშნა, ბევრი უფრო ადვილად მიხვდებოდა ვინ არის, მაგრამ 13 წლის განმავლობაში გაძლო ამ ტიპმა და აი მოვედით აქამდე. ამიტომ 4 ოქტომბერი გვიახლოვდება. მოდი სანამ 4 ოქტომბერზე ძალიან მანამდე იქნება 27 სექტემბერი. კი ბატონო გიორგი, 4 ოქტომბერზე ბევრს ვისაუბრებ. აუცილებლად, მოდი ეს თემა ამოვწუროთ. მე მესმის რომ ამ სიამოვნებით გავაგზავნებ ამ თემას. აუცილებლად უნდა გავწევ პასუხი, რაოდენ თქვენთვის მიუღებელი არ უნდა იყოს ის ბრალდებები, რაც ისმის, იმიტომ რომ ვხედავთ ხომ ერთ-ერთი ცენტრალური თავდასხმის ობიექტია ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების ანუ ვიცით რომ მას ოფიციალურად ორი ბრალი აქვს წარდგენილი, ერთი ეს არის საჯაროდ პოლიციელებისთვის და სპეცრაზმელებისთვის ქრთამის შეთავაზება და მეორე ხელისუფლების კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები საჯაროდ, მაგრამ და ისიც ვიცით რომ მას შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია საპატიმროში. ესეთია მოცემულობა ამ წუთში ხაბეიშვილთან, თუმცა ეს საჯარო განცხადებები კობახიძის მხრიდან ეხლა უკვე დაამატა გარკვეული ასე ვთქვათ დეტალებზეც საუბრობს, ანუ პირდაპირ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი თანამშრომლობდა სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, აგერ უწყისით მაქვსო ნანახიო ამბობს, თქვენს რომ ხელფასს უხდიდნენ, ალბათ ლილუაშვილს გულისხმობს, ანუ არ ვიცი, მის რომელიმე მოადგილეს და მეტიც მოითხოვეს ლევან ხაბეიშვილისთვის ხელფასის მომატება და რომ ნაცმოძრაობიდან გამოაქვსო ინფორმაციაო და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. მესმის რომ თქვენ აბსოლუტურ ასე ვთქვათ ტყუილს უწოდებთ და ცილისწამებას ამ განცხადებას, მაგრამ აი პოლიტიკური ასე ვთქვათ ხედვის თვალსაზრისით ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ ხაბეიშვილის საქმე სწორედ აქეთ წაიყვანოს და ის ორი ბრალი კი არ გახდა ცენტრალური მის საქმეში. აი ამაზე გააკეთონ სწორედ აქცენტი. ამაზე რაზე? აი რა ვიცი თანამშრომლობაზე სუსთან ნაციონალურ მოძრაობიდან გამოაცხადებენ დაჟადქმედება? არ ვიცი, ბატონო გიორგი, ხა რა ვიცი. აქამდე ხო ვერ მიხვალ სუსტან. დაჟადქმედება აქამდე იყო საჯარო მოწოდებები? არა, არც არის და ამიტომ აბსურდია თქო და ახლა იტყვიან მეორე აბსურდს, რომ
სუსთან, ნუ ყოველთვის მათი გადმოსახედით ხა ეს სუსი FSB არის, რა თქმა უნდა და ჩემთვის მასთან თანამშრომლობა რა თქმა უნდა სახელმწიფოს ღალატია, მაგრამ იურიდიულად, ლეგალურად ხო, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობა, პოლიციასთან თანამშრომლობა თვითონვე გამოაცხადებენ დაჯდათქმედება დანაშაულად? მაშინ რა საინტერესოა, მაგას თქვენ რას ამბობთ? ხო, თქვენი ვერსია როგორია, რა უნდა სჭირდებოდეთ ამ ტიპის განცხადებები? დისკრედიტაციისთვის მარტივია. კონკრეტულად ამ პოლიტიკოსის? თუ ნაციონალურ მოძრაობის ზოგადად? თუ ლევანზე ლაპარაკობენ, ლევანის დისკრედიტაციაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ქვია, მთავარი სამიზნე თქვენ ახსენეთ, ამიტომ მინდა ვთქვა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 4 წელიწადია ზის ამ მოღალატეთა კრიმინალთა ბანდის ასე ვთქვათ 4 კედელ შორის, როგორც პუტინის მძევალი და ტყვე და ის ყავთ, რა თქმა უნდა, ამოღებული მიზანში. შემდგომ, რა თქმა უნდა, მთელი ნაციონალური მოძრაობა და ეხლა ლევან ხაბეიშვილი, იმიტომ რომ მან ყველაზე აქტიურად ნაციონალურ მოძრაობამ ერთად, მაგრამ ლევანმა ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მის ინიციატივას, მისი მოძრაობის რუსთაველის გამზირის ინიციატივას და ის ყველაზე მეტად აქტიურად ესეთა წინსწრებად ამხელდა ამ რეჟიმს და ჰქონდა ინფორმაცია გარკვეული, რომ ვის დაიჭერენ, ვის მიადგებიან და ასე შემდეგ, ხო? და რაც ლევანის ასე ვთქვათ წინასწარმეტყველებები და ინფორმაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხა დელფოსის პიტია ხო არ არის? ანუ გააჩნდა რეალურად, ხო, აქედან გამომდინარე. იზოლაციაში თუ მოახდინეს და უშუალოდ როგორც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რა ვიცი, რა შედეგი მიიღეს, ხო? გიყვებით ახლა ამას, რომ აქედან გამომდინარე, მათ ამ შიდა კლანურ ამბავში არ აწყობდათ ასეთი ადამიანი, ისე როგორც არ აწყობდათ 4 ოქტომბრის მოძრაობის და 4 ოქტომბრის ამ რეჟიმის მშვიდობიანად დასრულების ერთ-ერთი ლიდერი, ბუნებრივია, არ აწყობდათ. მე ასევე მინდა მიხეილ სააკაშვილთან და ლევანთან ერთად ასევე მივესალმო ახლახან დაჭერილ ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს, მზიას და ყველა სინდისის პატიმარს. ყველა ვართ ამოღებული მიზანში და ლევანი ამ შემთხვევაში გაეჭხირათ კისერში სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხრივ არ აწყობდათ, ორივე მხრივ ასე ვთქვათ დისკომფორტს უქმნიდა. ერთი რომ შიგნიდან გამოქონდა ინფორმაციები, რაც დასტურდებოდა შიგნიდან საიდან ბატონო გიორგი? ამ ბანდის შიგნიდან, ამ ბანდის შიგნით რა ხდებოდა? ხარიბაშვილი, გომელაური, ეს ადამიანები იყვნენ ლევან ხაბეიშვილთან უშუალო კომუნიკაციაში. მე არ ვიცი ვინ იყო, მე ლევანისთვის ეს არ მიკითხავს, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. აკეთებდა ძალიან ხმაურიან განცხადებას. მე ვაპარაკობ ფაქტს. მესმის, მაგრამ საიდან გამოქონდა, მე ახლა თქვენ მეკითხებით, იმათთან იყო თუ არა კავშირზე, მე არ ვიცი და ამას რომც ვიცოდე არ გეტყოდით, რა თქმა უნდა. ხო, ბუნებრივია. ხო, მაგრამ ხო რო გამოქონდა, საიდან გამოქონდა და როგორ გამოქონდა ამ ბანდის შიგნიდან ინფორმაცია დასტურდებოდა, ხო? მე ხო არ ვიგონებ არაფერს, ხო? თვეების განმავლობაში თქვენ საშუქებთ ამას, რომ აი ლევან ხაბეიშვილმა ერთი თქვა, გავიდა რაღაცა პერიოდი, 2 კვირა, თუ შეიძლება 2 თვე, აი დადასტურდა. მე კიდე მეორე ფაქტი დადასტურდა, ხო? აქედან გამომდინარე ის მათ არ აწყობდათ, ბუნებრივია, იმიტომ რომ შიდა როგორც უკვე გითხარით, ამ თემით დავიწყეთ, აი იმ ფულის გათეთრების თემაზე როცა საუბრობთ, რომ შიგნით მიდის ამ ფულთან დაკავშირებით და ერთმანეთს ესწრიან და კლავენ თქო და ბუნებრივია ხა ლევან ხაბეიშვილს რომ რაღაცა დააბრანონ, რა გასაკვირია და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი აქვთ გამოჩხერილი კისერში, ეშინიათ, იმიტომ რომ იციან რომ ქართველმა ხალხმა ისინი გაშიფრა. ეხლა აღარ არის მარტო ნაციონალური მოძრაობა, რაც 13 წლის განმავლობაში ხდებოდა, მარტო ნაციონალური მოძრაობა არ უპირისპირდება ამ რეჟიმს, სხვაებიც უპირისპირდებიან და მთელი ქართული საზოგადოება უპირისპირდება. ეს არ შეცვალა გეგმები თუ არ გააქტიურა 4 ოქტომბრისთვის მზადება. ვიდრე 4 ოქტომბერზე ვისაუბრებთ, აუცილებლად მინდა შევეხო ელენე ხოშტარიას საქმეს. დღეს ვიცით რომ მას საპატიმროს სასჯელი შეუფარდეს გირაოს სახით, მას აქვს პრინციპული პოზიცია, ამ თანხას არ გადაიხდის და თან მოუწოდებს მის თანამოაზრეებს, ახლობლებს, რომ არავინ გადადგას ეს მისთვის მიუღებელი ნაბიჯი. გასაგებია მისი პრინციპული პოზიცია, მაგრამ აქვე ისმის შეკითხვა, რომ როდესაც ადამიანი არის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ლიდერი და მიდის სამზადისი 4 ოქტომბრისთვის, იმ პირობებში, როდესაც უკვე გამოდის, რომ მათი კოალიციის 4-ვე ლიდერი პატიმრობაშია, ანუ ეს რამდენად პრაგმატული ნაბიჯია დარჩა საპატიმროში, მაშინ როდესაც შესაძლებელია ქუჩაში უფრო საჭირო იყო. შესაძლებელია, თუმცა ელენემ ასე ჩათვალა და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რეალური ბრძოლა, სადაც მიდის ქუჩაში და არა
რუსულ სპეცოპერაციაში და ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, სადაც მონაწილეობა სამარცხვინოა და იმედია არც ერთი ნორმალური ქართველი ამ სპეცოპერაციის პუნქტებზე არ მივა და ამითი გარკვეულ ლეგიტიმაციას არ მიცემს ამ რეჟიმს. სხვაგან ანუ ქუჩაში მონაწილეობს არანორმალურები არიან, აბსოლუტურად მათი ლიდერები ისინი ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. გახარია ეს ხალხი არანორმალურია. გახარია ჩვეულებრივი ქოცი რო არის, ეხლა თვითონაც ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა რომ პარლამენტში შევალო, ეგრეთ წოდებულ პარლამენტშიო და რა თქმა უნდა. ანუ გაჩინა პოლიტიკურ ვითარებასო, მოცემულობას იმ კონკრეტული მომენტისთვისო, ეს თქვა გახარია, არ უთქვამს რომ ხვალვე შევდივარ პარლამენტში. არა, მაგრამ მისი წარმომადგენლები შევიდნენ და რეგისტრირდნენ და არიან, ისინი არც გამოვიდნენ, მათ უარი არ თქვეს პარლამენტის მანდატებზე და თქვა რომ შევალთო პარლამენტშიო, ეგრეთ წოდებულ პარლამენტშიო, ქოცურ პარლამენტში, იმიტომ რომ გაუჭირდა ქოცებს, იმიტომ რომ ბიზნეს ევანეშვილს ჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია და სწორედ ამას ემსახურება გახარიას ეს ნიღბის ჩამოხსნა და ის რაც ვიცოდით რომ ქოცი იყო და ბოლომდე რატომ თანამშრომლობდით, რა ვიცი, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, აი თანამშრომლობთ, იმიტომ რომ იხდებოდა რომ თქვენც კი ვერ ხვდებოდით, რომ ლატენტური ასე ვთქვათ ქოცი იყო. ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ ჩვენ ვითანამშრომლეთ მასთან რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოში, რომ ქოცები დაგვეტოვებია უმცირესობაში და ჩვენ ვაჩუქეთ გახარიას ორი კაცი ყავდა ამ საკრებულოებში, ჩვენ რაღაცა 20-მდე ვაჩუქეთ თანამდებობები, იმიტომ რომ ჩვენ თანამდებობებისთვის არ ვიბძვით, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ კონკრეტულ ოლქებში, იმ კონკრეტულ რაიონებში, მუნიციპალიტეტებში დაგვემარცხებია ქართული ოცნება, ეს რუსული ოცნება და მასეც თანამშრომლობდით, იყო რაღაცა რიგი საკითხები, განსაკუთრებით წინასაყრდენობის არჩევნების შემდეგ, ნუ იყო გადაკვეთის წერტილები იყო. როცა ვიყავით, კი ბატონო, გიდასტურებთ, მაგრამ როცა ვიყავით აი სალომე ზურაბიშვილის, როცა ქონდა რაღაცა ცდილობები, რომ ასე ვთქვათ, ერთიანობა ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ უარს არ ვამბობდით, ანუ ჩვენ კი ვიცოდით, რომ ქოცი იყო, მაგრამ ბევრმა სხვამ არ იცოდა და ჩვენ ვარ გვეთანამშრომლა, იტყოდნენ, რომ აი ჩვენ ვარ წინააღმდეგი ერთიანობის, ანუ ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რასაც ჩვენ თვითონ ქადაგებდით, მაგრამ ეხლა ხო გაირკვა, ხო? რატომაც არ გამოვიდა ის ერთიანობა, ისიც კარგად გაირკვა და ასე შემდეგ და ამიტომ გახარიასთან ერთად ყოფნა ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ამ ქოცების მიერ დადგმულ სპექტაკლში ანტურაჟის როლის შესრულება აი ამ სცენაზე არის სამარცხვინო, რა თქმა უნდა და ამ რეჟიმისთვის გარკვეული სამსახურის გაწევა და ეს რეჟიმი თუ არის არა, რა თქმა უნდა, ვიცი რომ განსხვავება. სხვა შორის აი გია ხუხაშვილის განცხადებები გამახსენდა ხა ლევან ხუხაშვილის ქოცია ეხა რა ახალი ამბავია თქვენთვის თუ რა შესაბამისად, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ლევან ხაბეიშვილს. აი ხლა ხა რომ ეხა ქართულ ოცნებას უნდა რომ ტატამზე გამოიყვანოს ოპოზიცია, მე რაღაცა იქ არეულობა ჩაახშოს, თქვას რომ აი რევოლუცია, ასე ვთქვათ, 90-იან წლებში უნდა დაბრუნება რადიკალურ ოპოზიციას საქართველოსი, მან ქვეყანა გადაარჩინა და შესაბამისად ბოლომდე, ასე ვთქვათ, დისკრედიტაცია მოახდინოს ოპოზიციის. ხო, მე კიდევ ერთხელ ხა ხუხაშვილის განცხადებების განხილვას აქ არ ვაპირებ, მე გეუბნებით ჩვენს პოზიციას, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში ეგრეთ წოდებულ არჩევნებად წოდებულში, რაც 4-ში უნდა რომ ჩაატაროს ამ მოღალატეთა რეჟიმმა, მონაწილეობა არის სამარცხვინო, ამ რეჟიმის ანტურაჟად ყოფნას ნიშნავს და ამ რეჟიმის მსახურებას ნიშნავს, რადგან ეს რეჟიმი არის რუსული მოღალატური რეჟიმი, მასთან თანამშრომლობა და ანტურაჟად ყოფნა მის სპეცოპერაციაში არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერა, რომ ყველა ნორმალური ქართველი, ვინც გაიგებს ამას და გაანალიზებს, 4 ოქტომბერს ამ რუსული სპეცოპერაციის ეგრეთ წოდებული არჩევნების პუნქტებზე კი არ მივა, არამედ გამოვა რუსთაველის გამზირზე, თუ ვერ ჩამოვა თბილისში, თავის ქალაქში დარჩება და გამოვა გარეთ და ეტყვის არას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს და ჩვენ ყველანი ერთად რამდენიმე ქალაქში იგეგმება გამოსვლები. მე ვიცი თბილისში 3 ლოკაცია იქნება. ვინც ვერ ჩამოვა თქო, ხო შეიძლება ბათუმიდან ვერ ჩამოვიდეს, ზუგდიდიდან ვერ ჩამოვიდეს და ობიექტურად ადამიანები შესაბამისად თვეზე ნაკლები დრო რჩება 4 ოქტომბრამდე და ესეთ უნდა ორგანიზატორები ჩვენ არა ვართ, არის მოძრაობა რუსთაველის გამზირი, როგორც მოგეხსენება და ბატონი პაატა ბურჭულაძე და ამას ხაზგასმით ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ მინდა რომ ორგანიზატორებში იყოთ.
და ეს ძალიან სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ეს არის საყოველთაო, საერთო სახალხო ამბავი და წარმოგენა ხომ და კონკრეტ როგორ შეიძლება განვითარდეს იქ მოვლენები, რამდენად მიუღებელია თქვენ, რამდენად რეალისტურია, იმიტომ რომ თითქოს ძალიან მარტივად საუბრობენ, ასე ვთქვათ, გამარჯვების ხელმისაწვდომობაზე. ბატონო გიორგი, დიდი ხანია ხართ პოლიტიკაში. რაც არის ჩვენთვის მიუღებელი. მომსწრე ხართ ვარდების რევოლუციის. აი რა, მითხარით რა არის მიუღებელი. მხოლოდ და მხოლოდ მიუღებელი არის ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება. აი კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობრივი? ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, ეხლა სულელები ხო არა ვარ? ზოგადი პასუხი. აი კონკრეტულად ჩემთ ნახეთ გეტყვით, იმიტომ რომ თავში რომ ჩაგარწყათ ეხლა ეს არის მიუღებელი. ხო, რა არის გაუგებარი? კი ბატონო, აი პოლიციელები რომ როგორც ამბობს ბურჭულაძე შეისრუტოს ხალხის მასამ, სპეცრაზმელები, ეს არის თუ არა ძალადობა მითხარით? ქალბატონებმა არა. ძალადობის აღკვეთა სხვა რაღაცა არის და ძალადობის ჩადენა სხვა რაღაცა არის. როდესაც პოლიციელი ჩადის ძალადობას, ის არღვევს კანონს და რა თქმა უნდა ხალხმა ძალადობა უნდა აღკვეთოს. ეს ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაც კი არის. გამიგე და კანონმდებლობაში არის ჩაწერილი, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკანონო ქმედება, ძალადობრივი ქმედება აღიკვეთოს. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ხოლო ძალისმიერი მეთოდებით მოხდება ისევ ძალადობის აღკვეთა, თორე ეხლა მშვიდობიანად როგორ თეთრ დროშას ხომ არ აუფრიალებთ ეხლა აქრო კაცები შემოვარდეს და თქვენსკენ წამოვიდეს მოსაკლავად ძალა უნდა გამოვიყენო რომ ის შევაჩერო. ის არ არის ძალადობრივი ქმედება, ამას გიხსნით. ფიზიკური ხო, მოგერიებას გულისხმობ. ამიტომ გეუბნებით რომ ფიზიკური ძალა შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ძალადობა არ უნდა ჩაიდინო. ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. ამიტომ გიხსნით რომ რაც არის ჩვენთვის მიუღებელი, არის ძალადობრივი ქმედება, ძალადობა. იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ თუ თქვენ სამუშაო არ გექნებათ იმ დროს როგორც მოქალაქე. ჩვენ მაშინ ეთერში ვიქნებით დარწმუნებული ვიყავით მთელი დღეს განმავლობაში ჩვენი მოვალეობა რომ აქედან გავაშვებოთ. მოხუცებული დედმამით, ცოლშვილით, პატარა ძმისშვილები მყავს, ჩემი ძმაც იქნება დარწმუნებული ვარ, ისინიც იქნებიან, ანუ ჩვენ იქ მივდივართ იმისთვის რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ შვიდობიანად ანუ შესაბამისად არ გაგრძელოთ რომ ძალას გამოიყენებს თვითონ ქართული ოცნება ამ მოღალატეობრივი რეჟიმის დასრულება ხოლო თუ ისინი ძალას გამოიყენებენ ბუნებრივია ხა ბავშვები არ იქნებიან წინ და ვიქნებით ჩვენ წინ მაგრამ რაც არის მიუღებელი აი იმ გეგმაში რომელიც ჩვენ არ ვიცით ეს ბატონმა პაატამ იცის და მისმა მოძრაობამ იცის და ეს მათი საქმეა ორგანიზატორების საქმეა და არის იქ ძალადობრივი ელემენტები რატომ გავუსვით ამას ხაზი რომ თქვენთვის რაც არის მიუღებელი იმ გეგმაში არის ძალადობრივი ელემენტები რა თქვენთვის მიუღებელია ხო კითხეთ ჰიპოთეტიურად რა იქნება თქვენთვის მიუღებელი აი ეს იქნება ჩვენთვის მიუღებელი დარწმუნებული ვარ ისა არ იქნება ამდაგვარი რამ მე უბრალოდ წინასწარ ახან ჩვენ საზოგადოებას ვეურთიერთობით მარტო მე და თქვენ ხوار საუბრობთ ხო იმიტომ რომ ხოცები სწორედ ამას ცდილობენ რომ წარმოაჩინონ რომ აი რაღაცა უბედურება იქნება 4 ოქტომბერს და აიქ რო მოხუცებული არ მევიდეს, ახალგაზრდა არ მევიდეს, ბავშვი არ მევიდეს, ხალხი შეშინდეს, ამას ცდილობენ. და მე ახლა ამის საპირისპიროს გელაპარაკებით ხაზგასმით, რომ არანაირი ძალადობა არ იქნება, არანაირი ასე ვთქვათ, ისეთი რაღაცა მიუღებელი კანონ დარღვევი, ასე ვთქვათ, ქმედება არ იქნება. ჩვენ ყველანი ერთად ბევრი თუ შევიკრიბებით, ბატონ პაატას წამს მეც მწამს იმისა, რომ თუ ძალიან ბევრი შევიკრიბებით, ეს რეჟიმი უკან დაიხებს და წავალ. ეს რეჟიმი ისე არის მოფახფახებული, ეს რეჟიმი ისე არის დამპალი, ისე არის შიგნით ჩამპალი თავის კრიმინალში, თავის ფულში, თავის უბედურებაში, თავის აი ამ სამშობლოს ღალატში. არის ძალიან დიდი შანსი, ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გარანტირებულად ეს ასე მოხდება, რომ იმავე დღეს დასრულდება. მე მაქვს ამისი რწმენა, რომ არის ამის დიდი შანსი. თუ არა და ჩვენი ბრძოლა რა თქმა უნდა გაგრძელდება, ყველა ვარიანტში გაგრძელდება. ამ რეჟიმს მანამდეც ჩვენ არ მქონდა საშუალება რომ მე თქვა 27-ში უნდა შევიკრიბოთ აუცილებლად, იმიტომ რომ 27 სექტემბერი არის რუსეთის მიერ სოხუმის დაპყრობის დღე, ამიტომ ყველა პატრიოტი გავიხსენებთ ჩვენ დაღუპულ გმირებს, გავიხსენებთ კიდევ ერთხელ და ვიტყვით რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, ეს მოღალატეთა რეჟიმი კი არ აღიარებს ამას და ოკუპაციის ხაზი გადმოდის ქვეყნის სიღრმეში, მაგრამ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი გვახსოვს და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ოკუპაციას და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას და ვეტყვით წადი
ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. მადლობა გიორგი ბარამიძეს ინტერვიუსთვის. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. გარკვეული დეტალები ფულის გათეთრების საქმეზე დამატებით ხდება ცნობილი. სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადებები მათ შორის ადვოკატების მხრიდან, რომლებიც დაკავებულის უფლებებს იცავენ. 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილის ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით დაცვის მხარეს არ ჰქონდა პატიმრობის შეფარდების მოლოდინი. ხო, საინტერესოა ეს ოპტიმიზმი საიდან მოდიოდა, როდესაც ძალიან დიდ თანხის არალეგალურად შემოსული ძალიან დიდი თანხის გარეცხვაზე არის ფაქტობრივად საუბარი. ბესო დონაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობს. ვიდრე ამ საქმეზე ვისაუბრებ დეტალურად და თქვენი ვერსიები განსაკუთრებით მაინტერესებს. კოალიციას წარმოადგენთ და ამიტომ ელენე ხოშტერიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, მით უმეტეს აგერ კარს მოგადგათ 4 ოქტომბერი, ვიცით ელენე ხოშტარიას პოლიტიკური აქტიურობის ამბავი, რამდენად სწორი იყო ახლა პრინციპული პოზიციის შენარჩუნება გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ პატიმრობაში დარჩენა, მათ შორის აი ამ აქციის დღეს ხომ არ იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი ის ყოფილიყო გარეთ საკუთარ მხარდამჭერებთან, მით უფრო რომ ახლა გამოდის ყველა თქვენი ლიდერი დაკავებულია. სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით კოალიცია ცვლილების 4-ვე ლიდერი არის ციხეში. კოალიცია ცვლილებისთვის აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას. ჯაფარიძე, გვარამია, მელია, ხოშტარია რატომ არიან დღეს ციხეში? იმიტომ არიან რომ არ აღიარებენ რეჟიმს. შესაბამისად, როდესაც არ აღიარებ რეჟიმს, არ აღიარებ მის მიერ გამოცემულ ნებისმიერი ეს აქტი იქნება, ბრძანება იქნება, სასჯელი იქნება თუ ასე შემდეგ. ელენე ხოშტარია არ აღიარებს ამ ხელისუფლებას. შესაბამისად, ის არ იხდის გირაოს, ის არ იხდის ჯარიმას. ეს არის მისი პოლიტიკა. არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა და ამ არ აღიარების გამო არის დღეს კოალიცია ცვლილებისთვის 4-ვე ლიდერი ციხეში. ხოლო რაც შეეხება აქციებში მონაწილეობდით, მონაწილეობას მივიღებთ მომავალშიც, ატყოშიც, წარსულშიც მონაწილეობდით. ჩვენს გარეშე ვერ იქნება ვერაფერი, ვერც ერთი აქცია, ისეთი როგორც უნდა იყოს. მოლოდინებს თუ იზიარებთ, რომ აი ძალიან დიდი ალბათობით, ეს გიორგი ბარამიძემ თქვა, ზოგი ორგანიზატორებიდან 100%-იანი ასე ვთქვათ. პასუხი არის საქართველოს მოქალაქეები თუ მოინდომებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდეს ხელისუფლებას, ის ჩამოცილდება ხელისუფლებას. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს. ანუ საკვანძო ფაქტორია, რაც შეიძლება საკვანძო ფაქტორი არის ხალხის გარეშე არ ხდება არაფერი. საქართველოს მოქალაქეების გარეშე არ არსებობს არც ეკონომიკა, არც ბიზნესი, არც ქვეყნის მართვა, არც პარტიები. ამ პარტიებში ხო საქართველოს მოქალაქეები არიან. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ღებულობენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. აქედან გამომდინარე, რადგან ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც საჭიროა, ქვეყნის ევროპული კურსი შეიცვალა, მივდივართ ჭაობში, უბრალოდ ჭაობში ვართ და მივდივართ კიდევ უფრო ქვევით, ვიძირებით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა შემოტრიალდეს და წავიდეს ევროპისკენ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში. და როდესაც ნახავს ბიძინა ივანიშვილი, ამაზე პასუხია, რომ ძალიან ბევრი ხალხი ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროსაც გვინახავს, არაერთი 1000-ობით 1000 ადამიანი გამოსულა ქუჩაში, მაგრამ ვნახეთ როგორ იქცეოდა ქართული ოცნება. აქციებს და პროტესტს ხო რაღაც ესეთი რეცეპტი ხო არა აქვს, რომ რაღაცა ესე რომ მოიქცევი, ესე დასრულდება. ეს ხო ცოცხალი ადამიანები არიან პროტესტის ორივე მხარეს, ხო? ანუ ხელისუფლება იქით მხარეს, აქეთაც მხარეს და შესაბამისად ხელისუფლება როგორც იქცევა, მე პასუხი გაეცემა. რაღაც დროს მომზადებულიყავი, რაღაც დროს მომზადებული არ იყავი. ანუ ცოცხალი პროცესია და აი ამ პროცესიდან გამომდინარე ორგანიზატორები, ხო? კოალიცია ცვლილებისთვის 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არ არის. ეს გაცხადებული აქვს კოალიციას. ხო, და მაინც დავაზუსტე. მე მგონი შემოუსწარეთ გიორგი ბარამიძე ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის უერთდება ამ აქციას მის ახლობლებთან, მშობლებთან, მცირეწლოვანებთან ერთად და აქვს პოზიტიური
მარტივური მოლოდინი ამ აქციისგან, მისთვის არის გარკვეული ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები, ანუ შესაძლო მიუღებელი ქმედებები. ის ამბობს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. თქვენ თუ გარკვეული ასეთი დათქმები, აი საქართველოს მოქალაქეები ყველა ემიჯნება ძალადობას. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი. არ მგონია ქართული ოცნების ტიტუშკების გარდა და ქართული ოცნების გარკვეული ჯგუფების გარდა ვინმე საქართველოში უნდადეს ძალადობა. ანუ ქართული ოცნება ხო ძალადობის წამახალისებელი ასე ვთქვათ ორგანიზაცია. ქართული ოცნება ძალადობას უწოდებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სხვადასხვა შემთხვევაში პოლიტიკური ლიდერი დააკავეს იმის გამო, რომ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა. ხო, ამიტომ რისი მოლოდინი გაქვთ ქართული ოცნებისგან 4 ოქტომბერს და რა იქნება თქვენი მხრიდან მოქმედება, რომელიც თქვენთვის იქნება მიუღებელი? ჩვენი მხრიდან არ იქნება ძალადობა. ხოლო ის თუ თავზე ვიღაცა დაგვესხმება, საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება თავს დაცვის. შესაბამისად, დავიცავთ თავს და ეს ვიღაცა ვინ შეიძლება დაგესხათ. აი, გუშინ მაგალითად აქციაზე დაესხა ვიღაცა ტიტუშკა აქციის მონაწილეებს, ხო? რა შეეხება სამართალდამცავებს, ანუ თუ მათი იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი, ამას ვამბობ. რა მნიშვნელობა გვინ დაგესხმება თავს? ანუ თავდასხმა ნიშნავს, რომ ვიღაცა ჩაგრავს და ძალადობს შენზე და შესაბამისად არ დაემორჩილებით, ამას ვამბობ. სამართალდამცავებს არ დაემორჩილებით. სამართალდამცავი, რომელიც ჩაგრავს და არაკანონიერად მეკცევა, უფლება მაქვს, რომ არ დავემორჩილო. ეს არის ძალიან მარტივი. ანი და ბანია. ქართული ოცნების განცხადებებიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრი იქნება მათი მიდგომა ასეთ ქმედებების მიმართ. ქართული ოცნება მეს უნდა თქვას, სხვა რა უნდა თქვას, მითხარით? მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი წარსულში, ხო? როგორ ძალადობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე. და როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ან ადამიანზე საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც ადამიანზე ძალადობენ, ის ადამიანი თავს იცავს. ეს არის მაგრამ შეიძლება მოყვეს უშუალო პირდაპირი დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის, რასაც შეიძლება მოყვეს დაკავებების ახალი სერია. ამისთვის ხართ მზად? ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ შემოსული, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, ჩვენ ვდგავართ საპროტესტო აქციებზე და ქართული ოცნება მოქმედებს ბრუტალურად, მოქმედებს უსამართლოდ და შესაბამისად, რადგან ამ ბრძოლაში ვართ, ხო, მზად ვართ ძალიან ბევრი რაღაცეებისთვის და ეხლა ის რომ ჩვენ მივიდეთ და ვიღაცას თავს დავესხათ, ესეთი რამე არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას და კონსტიტუციით გვაქვს ამის მონიჭებული უფლება, რომ ვიღაცა რომ თავს დამესხმება, ფორმიანი იქნება, უფორმო იქნება. თუ რა მნიშვნელობა აქვს, თავს თუ დამესხმება ადამიანი უკანონო და მოინდომებს ჩემს დაჩაგვრას, რა თქმა უნდა, თავს დავიცავ. ეს არის მარტივი. ამის უფლება მაქვს თქვენს მათ შორის მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერ სახელით მოქმედებენ ამ შემთხვევაში იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 9 აპრილის კანონის ფარგლებში მოქმედებდა რუსის ჯარი. კომუნისტებს თუ შევეკითხებით. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია. ჩვენი ტრაგედია, ხო? მაგრამ კომუნისტებს როდიონოს რო კითხო, კანონის ძალით მოქმედებდა. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ აი ამ ძალიან სკანდალურ თემას, რომლის ალბათ კვანძის გახსნას ნახავთ უახლოეს მომავალში და შეიძლება ძალიან ბევრი ჩვენგანი გაოცოს კიდეც ამ ყველაფერმა, ან მოლოდინები გაგვემართლოს. ანუ რაც ვიცით ამ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ 58 მილიარდი რუბლი აზერბაიჯანიდან შემოვიდა საქართველოში ავტომობილების დახმარებით, მსუბუქი ავტომობილებისთვის საზღვარი პანდემიის შემდეგ ჩაკეტილია, ესეც ვიცით და შესაბამისად უნდა შემოსულიყო სატვირთო ავტომობილებით. ვერც 2 წლის განმავლობაში ეს თანხა ნაწილ-ნაწილ შემოდიოდა. ამ დანაშაულს როგორც ჩანს, ესეთი განგრძობითი ხასიათი ჰქონდა. ვერც საბაჟომ აღმოაჩინა, ვერც ერთხელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საეჭვო წარმომავლობის ქეში ფული. შემდეგ ერთ ჯიხურში იყრიდა ეს ყველაფერი თავს და 2 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს პერიოდია დასახელებული, ერთმა სავალუტო ჯიხურმა გადაახურდავა 534 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო და ვერც ეროვნულმა ბანკმა დაინახა რაიმე განსაკუთრებული და ეს არალეგალური და საქართველოში გარეცხილი ფული მიემართა კომერციულ ბანკებში. იქიდან უკვე მოხდა ლეგალურ ეკონომიკაში და სად იყო ამასობაში სუსი ისმის შეკითხვა.
რა ვერსია გაქვთ, ანუ ან რა წარმომავლობის ფულზეა საუბარი, ან რა მიზნობრიობით შემოვიდა საქართველოში, ან ეს უწყებები რასაკეთებდნენ ამ 2 წლის განმავლობაში, როგორ გამოეპარა ყველას ერთად? ერთადერთი რაც ამ საქმეში ვიცით რა მიზნით შემოვიდა ეს ფული. შემოვიდა გასათეთრებლად. ეს ვიცით. ჩვენ არ ვიცით მთავარი რამ. ეს გამოძიება საქართველოს პროკურატურის ინიციატივით დაიწყო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებით, მაგალითად ევროპოლის, ინტერპოლის, ის თანხები, რომელიც აქ შემოვიდა რუსული რუბლი, რომელიც დაკონვერტირდა, რომელიც შემდეგ გადაიქცა დოლარად, ეს დოლარი ისევ უკან ხო არ გაბრუნდა და ისევ რუსეთში ხო არ შევიდა ეს მაშინ რა მოიღო განცხადებაში? მე თან შემოგაშორებთ ხომ რაც მახსოვს რა, იმიტომ რომ განცხადებაში ნათქვამია რომ პროკურატურამ ამოიღო დიდი ოდენობით ნაღდი ფული, არ ვიცი, სრულად ამოიღო ნაწილი ამოიღო. დიდი ოდენობა არის 100,000-იც. ხო? შესაბამისად ამ საქმეში არის ძალიან ბევრი კითხვები. პირველი ის რომ ეს ადამიანი რომელიც ახლა დაკავებული არის, ეს ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. უმნიშვნელო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ისეთი მნიშვნელოვანი. დღეს ამ ადამიანზე რაღაცა ცდილობს ასევე კიდე რაღაცა გარკვეული პროპაგანდისტული რაღაც Facebook გვერდებიო, ეს ადამიანია თითქოს რაღაცა ფულის გამთეთრებელი. ეს არის ფულის გადამახურდავებელი. ანუ რა ფუნქცია ქონდა? ანუ აი ამ სქემაში სავალუტო ჯიხურის ფუნქცია რა იყო? ფულის გადახურდავება. ფულის გადახურდავება, ფულის გათეთრება არ არის. ამ ადამიანს რაც აქვს დარღვეული აქვს ის რომ ფულის გადახურდავების დროს აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენა და ასე შემდეგ. თავისი რეგულაცია აქვს ამას. ფულის გათეთრება საერთოდ სხვა რაღაცაა. ფულის გათეთრება არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ძალიან მძიმე დანაშაულია. ხო, მაგრამ შენ თუ შემოგაქვს დაუსაბუთებელი წარმომავლობის თან მალულად. ხო, ნახეთ, როდესაც მალულად შემოდის ეს თუ როგორ შემოდის ეს თანხა, მე უბრალოდ ვიძახი რას იცი რომ ძირითადი აქცენტის გადატანა რომ ეს ვინმე კოტორაშვილი არის ფულის გამთეთრებელი, ეს არის შეცდომა. თორემ ამ დანაშაულებრივ სქემაში მას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. აი, თქვენ რა შეკითხვები გაგიჩნდათ ეს მითხარით რა? ხო, შეკითხვები გამიჩნდა ის, მაგალითად დაკითხული არის თუ არა ვაჟა სირაძე. ვაჟა სირაძე მაშინდელი კრიმინალური პოლიცია. არა, კრიმინალური საპატრულოს უფროსი და საზღვარზე საპატრულო დგას. აჰა. საზღვარზე დგას საპატრულო. დაკითხული არის თუ არა ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, კურატორი მოადგილეები, რომლებიც საბაჟოს კურირებენ, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ათეულობით მილიონი ლარი არის დახარჯული სკანერების შეძენაში. ასევე ჩვენ საბაჟოზე სკანერს უნდა აღმოეჩინა, იმიტომ ბაჩიაშვილი ნახეთ რომ ვიღაცას ხონდა, ისე გადაიპარა ცოცხალი ადამიანი ავტომობილის საშუალებით რომ ვერ აღმოაჩინეს. ესე ვერ ხდება ხელშეწყობის გარეშე, ვერაფერი ვერ ხდება. იმ ბაჩიაშვილსაც ყავდა ვიღაცა ხელშემწყობი, ხო? ანუ მე ხო ვიღაც კიდევ დააკავეს. ანუ ხელშეწყობის garaშე, ეგრეთ წოდებული დაკრიშვის garaშე 670 მილიონ დოლარს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეიტანა. ვერც ერთ ქვეყანაში. საქართველოში ეს იყო გამწვანებული. ანუ სრულად მთლიანი, ასე ვთქვათ, გზა. ხო. დაწყებული საბაჟოდან მარშრუტი ფულის გათეთრების იყო, ასე ვთქვათ, ვიღაცამ აუთო მწვანე შუქი. აი, როდესაც პროკურატურა არ შეეფერხებინა. როდესაც პროკურატურა გვეუბნება, რომ აზერბაიჯანიდან მოხდა, აზერბაიჯანელ კოლეგებს ესაუბრნენ, ანუ იქაც გამწვანა, ანუ იქიდანაც გამოიარა. ანუ ყველა ფულს აქვს წარმომავლობა, ანუ ფული ჰაერიდან ხო არ მოდის, ანუ საიდანღაც ეს ფული მოდის, ხო? ანუ რაც ამბობთ თქვენ რომ იქ აზერბაიჯანის უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზეც იყო შეთანხმებული ეს ასე ვთქვათ მწვანე მარშრუტი არალეგალური ფულისთვის? ჩვენი პროკურატურა იქაც ვერ აღმოაჩინეს ფაქტია, ხო? ანუ სანამ საქართველოს სასაზღვრო მოხდები აზერბაიჯანის საზღვარგარეთ უნდა გამოიარო. აზერბაიჯანთან ერთად იძიებენ ამ საქმეს. ანუ ჩვენ ერთ რაღაცაში, ასე ვთქვათ, გავუშვით დღეს, ისე ვქვია, ამის გაშუქების დროს, რომ ამ დანაშაულს მარტო საქართველოს პროკურატურა იძიებს. ეს დანაშაული ხო არის, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაული არის და სხვა ქვეყნებიც ხო არ არიან ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. ტრანსნაციონალური დანაშაულის დროს ყოველთვის პროკურატურა ამას ტექსტში აღნიშნავს ხოლმე. ჩვენ ბევრი უცნაურობა ვნახოთ ამ ტექსტში. ჯერ ხო არ ვიცით რა არის. ამის გარდა საქართველოში ჩვენს იურისდიქციაში რაც არის, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი არის დასაკითხი. აი კიდევ ვაჟა სირაძესთან დაკავშირებით ვიცით რომ დააქვეითეს ხო თანამდებობრივად დააქვეითეს თუ რა მნიშვნელობა აქვს შეიძლება ამას უკავშირდებოდეს? ვაჟა სირაძის ხალხი იდგა და დგას
საბაჟოებზე. ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ სტრუქტურასაც აღარ უნდა ვენდოთ, თითოეული თანამშრომელი დგება ეჭქვეშ. ხო და შეიძლება ის საკადრო ცვლილებები, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. არავინ არ იცის რას უკავშირდება. ამასაც უკავშირდებოდა ეს. გამოძიება ხო უნდა წარიმართოს და გავიგებთ ახლა. ვაჟასირაძემ თუ ამ სქემაში ვაჟასირაძის მონაწილეობის შემთხვევაში დაქვეითება კი რა დასაჭერია ეს ადამიანი. არა მარტო ამაზე სხვა რაღაცებზეც არის დასაჭერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე დასაჭერია. ამის გარდა საბაჟოდება დავალებას ასრულებს. რა მნიშვნელობა აქვს დავალებას რო ასრულებ? ასე ვქვია, თუ ადამიანმა და შეუძლია თანამშრომლობა ვიღაცამ თუ და გამოძიებისთვის ძალიან ღირებული ინფორმაციის მიწოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიღაცამ რო დაგავალოთ ადამიანის გაქურდვა და რო გაქურდავ რას ნიშნავს? ვინც დაგავალა მარტო ის არის დამნაშავე, შემსრულებელი დამნაშავე არ არის? ხო? შესაბამისად, შემსრულებელი რგოლი. დამკვეთიც დამნაშავე და შემსრულებელიც დამნაშავეა თავისთავად, მაგრამ დამკვეთზე თუ გინდა გასვლა, შეიძლება დანაშაულის შემსრულებელი ცოტა დაინდო იმისათვის, რომ დანაშაულის დამკვეთზე გახვიდე. ესეც ხომ არის ლოგიკური? ეგ უკვე ოპერატიული მუშაობა, საგამოძიებო მუშაობა, ეგ ძალიან დეტალიზებული არის. ხო, პროკურატურის განცხადება შევაფასებდი ძალიან ზედაპირულს. ეს იყო რაღაცა, ესე ვთქვათ, რაღაცა პიარსვლა იყო თითქოს რომ რაღაცეებს ებრძვიან, ოღონდ ეს პიარსვლა პირიქით უკან შემოუტრიალდათ, იმიტომ რომ ამაში გამოჩნდა რომ სისტემური დანაშაული, სისტემა არის სრულად ჩამოშლილი. არც საბაჟო მიმუშავა, არც საპატრულო მიმუშავა, არც უსმა იმუშავა, არც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმუშავა, არც საქართველოს ეროვნული ბანკის ქვემდებარე ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმუშავა. ეს ის მონიტორინგის სამსახურია, რომელიც თქვენს და ჩემს და NGO-ს დამფუძნებლების ანგარიშებს რო ყოველწუთიერად ამოწმებს, რომ ვინმე სადმე ანგარიში არ ქონდეს და მისი პირდაპირ მოვალეობა არის ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა. ამ მონიტორინგის სამსახურის უფროსი დაკითხულია, ძალიან დიდი სამუშაო არის. დაკავშირებით რა ვერსია გაქვთ განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დასახელებულია, ასე ვთქვათ, პერიოდი ფულის წარმომავლობა და ემთხვევა უკრაინის ომის დაწყებას. ფულის წარმომავლობა უკვე არის დადასტურებული. ფულის წარმომავლობა დასტურდება შემდეგნაირად. თუ არ არის დეკლარირებული და თანხა თუ არ არის გადარიცხული და არ არის ეს საბანკო ოპერაცია გაკეთებული, ეს თანხა არის უკანონო გზით ნაშოვნი თანხა. მაგრამ ეს არის კრიმინალური სინდიკატის ფული. არავინ არ იცის ეს რა ფულია. ეს არის რომელიმე არ ვიცი რუსი ოლიგარქის ფული, რომელიც უნდა შემოსულიყო საქართველოს. მაგ კითხვა დაგისვით, ნახეთ, ჩვენ ფულის წარმომავლობა ვიცით, რომ ეს ფული შემოვიდა რომელიღაცა ქვეყნიდან, ამ შემთხვევაში დასახელებული აქვს აზერბაიჯანი და შეიძლება ლარსიც იყოს, ხო? საიდანღაც შემოვიდა ეს ფული საქართველოში და საქართველოში რო შემოვიდა, ჩვენ აქედან ავიღეთ 10 თვის წერტილი, რომ საქართველოში შემოიტანეს და ეს ტრანსნაციონალური დანაშაულია საქართველოში რო შემოიტანეს არა, საქართველოში საიდან შემოიტანეს, იმ ქვეყანას ემუშავები თუ არა, იმ ქვეყანაში ხო უნდა დადგინდეს ვინ არის? თქვენ რას ამბობთ, რომ თუ დაუშვათ ბრალეულობის კვალი ან აი დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობის კვალი. ახლა რაღაცა ძალიან ისეთი ადამიანური ენაზე საქართველოს საბაჟოზე როგორ გაჩნდა ეს ფული? საქართველოს ეს ფული როგორ გაჩნდა? შეიძლება რომ არ ვიცი მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში ტრანსნაციონალურ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის ასე ვთქვათ, მონაწილეობა და ბრალი წარუდგინონ, მოდი ასე ვთქვათ, დაადანაშაულონ. შესაძლებელია? გომელაური, პირდაპირ დავასახელებ, გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ეს სამი საკვანძო ფიგურა. შეხედეთ უყურეთ. შესაძლებელია რა იმ შემხებლობაში აღმოჩნდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან. შეხედეთ, ყველა სისტემას ყავს ხელმძღვანელი. იმ სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი არის ხელმძღვანელი პირი. ის ხელმძღვანელი პირს შემდეგ აქვს დელეგირებული რაღაცა გარკვეული უფლებები, ხო? მის კურატორ მოადგილეებზე, განყოფილების უფროსებზე, სამმართველოს უფროსებზე, დეპარტამენტის უფროსებზე. მაშინ ამიხსენით, რატომ დგას მებაჟე საბაჟოზე, თუ მას არ შეუძლია არაფრის აღმოჩენა. მაშინ რა გვინდა სკანერები, რომლებიც ადგილზეა დამონტაჟებული, მაშინ რა გვინდა მობილური სკანერი, რომლის შეკეთებაშიც 600,000 ლარი დახარჯეს რამდენიმე თვის წინ, რომელიც გადაადგილდება და შეგიძლია ლარსეც წაიღო და ლაგოდეხშიც და ბათუმშიც ჩამოატარო, სადაც გინდა, სპეციალურად
ბრალად იყიდეს ამისთვის. ხო, უამრავი მეწარმეა გაწამებული იმის გამო, რომ ზოგჯერ რაღაცა უმიზეზოდ, რა ვიცი, უწითლებენ ტვირთს და უჩერებენ დიდი ხნის განმავლობაში განმავლობის პროცედურებს. ჩვენ ძალიან მაგალითად ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ანი ქავთარაძეს ფაქტობრივად მოპარეს 19000 ამერიკული დოლარი მაშინ, როდესაც ყველაფერი დეკლარირებული ქონდა. თვითონ შემოსავლების სამსახურმაც ვერაუარა გვერდი ის, რომ ავტომობილი გაყიდა, ეს თანხა ქონდა, ანუ ყველაფერი დეკლარირებული იყო და უბრალოდ წაართვეს. ანუ ამბობთ, რომ თანამონაწილეობის გარეშე, ამ უწყებების ხელმძღვანელების თანამონაწილეობის გარეშე გამორიცხულია ეს ფული შემოვისულიყო საქართველოს. უწყებებში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის საბაჟო დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, ანუ ის უწყებები. შემდეგ ამაში შემოდის საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის ქვემდებარე ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ანუ ძალიან დიდი სქემა არის. და აი ეს ამხელა სქემა არის აგებული, რომელსაც ეს ყველაფერი უნდა ეკონტროლებინა და პროკურატურა გამოდის და ბოდავს, რომ დავიჭირე, ესე ვქვია, ჯიხურის გადამხურდავებელი. ხა რას მეუბნები ხა ჯიხურის გადამხურდავებლის ფუნქცია აი ამ სქემაში იყო ფულის გადახურდავება. ის ადამიანი არა, მას მისი წილი დანაშაული აქვს. ოღონდ იმ ადამიანზე რო ვთქვათ, რომ ეს იყო ფულის გამთეთრებელია, ფულის გამთეთრებელი კიდე უფრო ცოტა შორს წავიდეთ. ფულის გათეთრების კლასიკური სქემა რა არის, ხო? რომ რაღაცა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვა უნდა გავაკეთოთ. და უნდა და შემდეგ ეს ფული უნდა მოვახვედროთ უკვე ეკონომიკაში, ხო? ანუ ვითომ თქვენ გაყიდეთ მიწის ნაკვეთი, ვითომ მე ვიყიდე მიწის ნაკვეთი და ამიტომ თქვენ გაგიჩნდებათ ფული. ეხლა რა მაინტერესებს? საჯარო რეესტრში გამოძიება რამე ჩატარდა? ეს ფიქტიური ხელშეკრულებები ეხლა რო გამოდის პროკურატურა და იძახეს რომ უძრავი ქონებები იქნა შეძენილიო. ამ უძრავ ქონებებზე თუ ფიქტიური ხელშეკრულებებია გაკეთებული, საჯარო რეესტრში მივიდნენ, ნახეს, ამოიღეს ეს ხელშეკრულებები, ნახეს, საჯარო რეესტრის საკავანძო ასე ვთქვათ, სამინისტრო არის საჯარო რეესტრის. ანუ ხალხო სახელმწიფო აპარატი არის ამ ყველაფერში ჩართული. წარმოუდგენელია უბრალოდ. დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობს ამავე განცხადებაში. ჩემი აქმით ეს იყო რაღაცის ანონსი. არ ვიცი, აი ანონსი არის დაშინების მცდელობა. ვის აშინებს ახლა ამით ღარიბაშვილს აშინებს? უფრო მეტი მტკიცებულებების თუ აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად. ჩემი აზრით ეს იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, ანონსი იმ ქმედებებისა, რაც განხორციელდება მომავალში. ჩამოთვლის პირველი კითხვა, რაზეც პროკურატურამ, აი მაგალითად ხვალ უკვე პასუხი უნდა გასცეს, ეს არის ეს გამოძიება მისი დაწყებულია თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად ინტერპოლი, ევროპოლის მიერ გამოძიება მიმდინარეობს თუ არა იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყნიდანაც შემოვიდა. დაუკავშირენ თუ არა იქაურ სტრუქტურებს, იქ არის თუ არა დადგენილი ვინმე. ეს გამოძიება საქართველოს ინიციატივით დაიწყო თუ პირიქით იქ სხვა ქვეყანაში დაიწყო და შემდეგ აქ გადმოვიდა. ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის და პატივცემული კოტორაშვილს თავის წილი პასუხისმგებლობა ექნება, მაგრამ ამას ნუ შემოგვასაღებენ ჩვენ რაღაც ძირითად ფულის გამთეთრებლად. მან თავისი წილი ფული გააკეთა ამ გადახურდავებაში. ან რაჯანდაბათ უნდადეს ამდენი მილიარდი რუბლი, ხო? მე ეხა კოტორაშვილს შევეკითხოთ, საწაიღო ეს რუბლი, ანუ რედაქცია, ანუ რუბლი აიღო და მისცა დოლარი. შემდეგ თვითონ ამ რუბლს რა უყო? ანუ ესეთი დიდი რაოდენობის რუბლი რო დაიტოვა. ვერსია გაქვთ რაიმე, სადაც შეიძლება და ამდენი რუბლი წასულიყო. და კიდე ერთი ვერსია არის, რაზეც სასტო პასუხი უნდა გასცეს პროკურატურამ, ეს 670 მილიონი დოლარი სრულად დარჩა საქართველოში თუ საქართველოსდან ისევ ქეშის სახით გავიდა და დაუბრუნდა რუსეთს. ასე რომ მოკლედ შეკითხვა უფრო მეტია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ასე ვთქვათ. პირველადი განცხადება რაც დადეს, ეს არის რაღაცა ბოდვა. მადლობა ბესოდონაძეს, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი და პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე შემოგვიერთდებიან. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, რას ამბობს პროკურორი 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე.
პროკურორის თქმით, ბრალდებული მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცველ პუნქტს იყენებდა როგორც კრიმინალურ ინფრასტრუქტურა, სადაც დაუსაბუთებელი თანხების თავმოყრა ხდებოდა. თუმცა აი ასეთი ბრალდებების მიუხედავად ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახერხებდა ბრალდებული 2 წლის განმავლობაში მილიარდობით, ათეულ მილიარდობით რუბლის შემოტანას საქართველოში უკანონო გზით და შემდეგ მხოლოდ ერთი სავალუტო ჯიხურის საშუალებით 58 მილიარდი რუბლის გადახურდებას ისე, რომ არც ერთ სახელმწიფომ აკონტროლებელ უწყებას ეჭვიც კი არ გასჩენია. გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი გვერდდება. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. რაც უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო მეტი შეკითხვა ისმის. ძალიან საინტერესო, ახლა ვისმენთ ბესოდონაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მან ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა რაც დასვა, რადგან წარმომავლობა ამ ფულისა ცნობილია, ვგულისხმობ, ანუ შემოტანა, საიდან შემოვიდა საქართველოში უკვე ცნობილია, ქვეყანა, ეს არის აზერბაიჯანი, ის სვამს, ასე ვთქვათ, ძალიან ლოგიკურ შეკითხვას, ვინ დაიწყო გამოძიება, რეალურად დაიწყო თუ არა საქართველოს პროკურატურამ, თუ საქმე შეიძლება გქონდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან. როგორია თქვენი ვერსია? მოგესალმებით. ემა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, გამოუგნებელი ფაქტია და ძალიან გაუგებარია საერთოდ ეს სქემა როგორ მუშაობდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზეა ჯერჯერობით საუბარი, თვითონ განცხადებაში გუშინდელში ჩვენ გვესმოდა, რომ რაც ქსელი არსებობს, ჯგუფი არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში დღესაც არ გახდა ცნობილი, ვინ იყო ამ ჯგუფში გარდა დაკავებული ერთი ადამიანისა. რაც შეეხება მასშტაბებს, მე ვიტყოდი, რომ აქაც გრანდიოზულ მასშტაბებს აღწევს ეს სქემა. გუშინ ჩემთვის ვანგარიშობდი და იმ პერიოდში, რა პერიოდსაც ეხება ეს ფულის გათეთრების პროცესი, ეს დაახლოებით არის მთლიანი დეპოზიტების საბანკო სექტორში 4%. ანუ ალბათ რომ შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო ამ რაოდენობის უცებ თანხის გაჩენა ფულის მიმოქცევაში? ემა რა არის იცით, აი ჩვენ მაინც შეიძლება ყველაზე მეტად თვითონ ამ ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა მოგცენ ინფორმაცია, დაახლოებით რომ ანგარიშობდი, აი ყველაზე მინიმალური თანხა, ემა რაც უნდა დახურდავებულიყო, ანუ პირობითად ქაღალდზე დახურდავებულიყო ამ გადაცვლილ პუნქტში, იმიტომ რომ ის რეალურად არ ხურდავდებოდა, ხო? იყო დღეში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ეკვივალენტი შესაბამის ვალუტაში. ეს უნდა მომხდარიყო 3 წელი ყოველ დღე. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე ობიექტი ასე ვთქვათ, ქაღალდზე, სინამდვილეში ეს არ ხდებოდა. ქაღალდზე, ასე ვთქვათ, ადეკლარირებდა ამ მასშტაბის ტრანზაქციებს და როგორც ჩანს, ეს არავის არ მოხდა თვალში, რადგანაც ჩვენ პარალელურად დღეს თქვენმა ჟურნალისტებმაც იმუშავეს, როგორც ვიცი, ამ თემაზე, პერიოდულად ხდება გვესმის დაჯარიმება სხვადასხვა ასეთი ტიპის ობიექტის და ეს ობიექტი საერთოდ არ მოხვედრილა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურ დეპარტამენტს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფს. წარმოუდგენელია, არ შეემჩნია, რომ ერთ ჯიხურში ყოველდღიურად 2 მილიონი ლარის კონვერტაცია ხდებოდა? ემა, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს უნდა ვინმე შეემჩნია. ანუ მე ხა ინფორმაცია ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის საშუალოზე მაღალი თანხა, ასეთი ყოველდღიური გადახურდავებისთვის, თან ამ შეიძლება ერთჯერადად რომელიმე პუნქტმა გადაახურდავოს ამხელა თანხა, ან უფრო მაღალი თანხა. მაგრამ როდესაც 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე საშუალოდ ეს თანხა ხურდავდება, წესი უნდა შემჩნეულიყო. რაც ღია არის, ემა ამაზე მინდა გავამახვილო და ამაზე არ იყო დღეს გონი საკმარისი მსჯელობა, ეს არის შემდეგი, რომ როდესაც საუბრობ ფულის გათეთრებაზე, ხო?
აქ რაღაცა ოპერაცია, ანუ რა ხდება, ხო, ლეგალიზება უნდა მოხდეს და დასაბუთებული, ესე ვთქვათ, ლეგალიზება თანხების, ხო და ეს თუ ეს არის ბრალდების ნაწილი, ხო, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანმა ან მის მასთან ერთად ყოფმა ადამიანებმა რაღაცა შესაბამისი ანგარიშები გახსნეს ბანკებში, გადარიცხვები განახორციელეს, ანუ სხვა მხრივ თუ ეს თანხა საქართველოში სხვადასხვა გზით შემოდიოდა, როგორც თქვენ ახსენეთ, აზერბაიჯანი არის, ხო, დღეს ვერსია, ხო? აზერბაიჯანიდან თუნდაც, ხო? ამ თანხის დახვდავება ნებისმიერ პუნქტში შეიძლებოდა ამ თანხის მერე გადახვდავება ლარში, მერე იმ ლარით ყიდვა ამერიკული დოლარის, მერე გატანა ამ თანხის ქვეყნიდან. ამიტომ ესეც საეჭვოა, მაგრამ ამისთვის არ იყო საჭირო რაღაცა დოკუმენტაციის გაყალბება და რატომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, მაღალი დონის კრიმინალზე წასვლა, ხო? შესაბამისად, მე რა კითხვაც მაქვს არის შემდეგი, რომ რამდენად ეს საბანკო სექტორის ამ პროცესში ჩართულება შემოიფარგლებოდა იმით, რომ უბრალოდ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, აკონვერტირებდა de facto არა სინამდვილეში, უბრალოდ de jure თანხებს, თუ საბანკო ოპერაციებსაც ახორციელებდა შემდგომ, ანუ რეალურად მე მაგალითად პირობითად გადარიცხვები ხორციელდებოდა ამ თანხების, აზერბაიჯანი იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყანა. ამაზე დღეს არაფერი არ გაგვიგია და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ესეც ემატება ამ გარემოებას, ხო, მაშინ კიდევ უფრო გავსაოცარი ხდება, რა პროცედურები არის დღეს ზედამხედველის მხრიდან გამოყენებული, რომელიც ვერ ახერხებს ასეთი მასშტაბის ტრანსნაციონალური კრიმინალის იდენტიფიცირებას. როგორც მინიმუმ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და იმედი მაქვს, რომ რაღაცა ეს ოპერაციები ასე ვთქვათ, რაღაცა შეიცვლება ეს პროცედურები, იმიტომ რომ გაუგონარია 2 მილიარდი ლარი ერთმა ვალუტის გამსხვილმა დაახლოებით და ამის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგოს 4 წლის განმავლობაში. აი, კომერციული ბანკების ჩართულობასთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად შევშერდე, ხა ვერ დავიჩემებ, რომ ზუსტად მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, გარკვეული თანხის ზემოთ განხორციელებული გადარიცხვის შემთხვევაში კომერციული ბანკები ითხოვენ დამატებით დასაბუთებას ამ თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით. კი, მეც ესე მახსოვს და ასევე როგორც ვიცი, აქ დამატებით ერთვება, მე არ ვარ ამის ვიწრო სპეციალისტი, მაგრამ აქ არსებობს დამატებითი სამსახურები, ხო, გარდა ეროვნული ბანკისა, ხო, რომელიც არის ზედამხედველი კომერციული ბანკების ფინანსური მონიტორინგის სამსახურია, რომლის უშუალო მოვალეობა არის ასეთი თაღლითური სქემების და ფულის გათეთრების სქემების იდენტიფიცირება და ანუ დღეს ყველა ის არის, ასე ვთქვათ, გაივისროლეს ადამიანებმა ეროვნული ბანკისკენ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აქ ჩემი აზრით, აქ არის არა კონკრეტული ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, გულგრილობა თუ ზერელი დამოკიდებულება საქმისადმი, არამედ სისტემური პრობლემა აქვს. სისტემური პრობლემაა, როცა ინსტიტუტების ერთობლივ ბევრმა სახელმწიფო ინსტიტუტმა დაწყებული საბაჟოთი, გაგრძელებული საზღვრის დაცვაზე უზრუნველყოფით ვიცარი დაკავებული ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, ფინანსური ზედამხედველის მონიტორინგის სამსახური სისტემურად ჩავარდა ეს თავის დროზე და თქვენაც ახსენეთ ძალიან კიდევ უფრო იქნება დასტური თუ აღმოჩნდა, რომ ინიცირება ამ გამოძიების ქვეყნის გარიდან მოხდა, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანიდან მოხდა ინიცირება ამ ყველაფრის და არა საქართველოსდან, ეს კიდევ უფრო ადასტურებს ჩემ ეჭვს, რომ სამწუხაროდ საქართველოში ეს ინსტიტუციური სიძლიერე, ანუ მორხეულია მთლიანად სახელმწიფოს დონეზე და ფაქტიურად არ ვიცი, თუ მართლა ესეა, ხო, ერთ გადამცვლელი პუნქტის ერთ თანამშრომელს შეუძლია თავისუფლად 3 წელი 2 მილიარდი ლარი გაათეთროს, ну წარმომიდგენია რა ხდება საერთოდ, მაშინ რა მასშტაბებზე ავიდა საერთოდ ესეთი არაფორმალური პულის გათეთრების მდგომარეობა, რადგანაც ემა ჩვენ ამ კითხვასაც არ ვსვამთ, ხო? ანუ რატომ გამორიცხავთ თქვენ ან მე რომ 5-10 ასეთი სქემა პარალელურად არ არსებობს. ახლა უკვე აღარაფრის გამორიცხვა არ შეიძლება თუ ეს მართლა ასე ხდებოდა. მადლობა გიორგი გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა ემა.
გიორგი ხიშტავანს უსმენდით, ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, რადგან აი ამ ფულის გათეთრების ასეთ მასშტაბურ და ხმაურიან სქემაზე ვსაუბრობთ, სადაც ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ვინაობა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც ჩანს გამოძიებას ალბათ ვიღაცაები გარდა კოტორაშვილის ყავს უკვე დადგენილი. თქვენ რა ვერსიებამდე მიდიხართ, შესაძლებელია თუ არა ჩვენ აი დიდი ფულის გათეთრების დიდი სკანდალის გარდა დიდი პოლიტიკურ კრიმინალური სკანდალის მოწმეც გავხდეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გამომდინარე იქედან თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობ და როგორია სისტემა, რომ კორუფცია ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. ზოგადად, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება კორუფციულ გარემოში ცხოვრობდი და ალბათ ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ კორუფციასთან და ასეთ მოვლენებთან ბრძოლა ყოველთვის იყო კამპანიური ხასიათის და ძირითადად ატარებს იმ ფუნქციას, რომ ძველი გუნდის ახლით ჩანაცვლება მოხდეს, თან ძველი გუნდი იყოს დატუქსული, რომ მან ვეღარ გაბედოს პოლიტიკაში მოbrunება და სურვილიც არ გამოდგას. ამასთანავე ყოველთვის იყო რა, როდესაც თქვა გაგზელებაზე მეკითხებით, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე. სად გააჩერებენ ამ ჯაჭვს. თუ ზოგადად თუ კორუფციულ თემას ავიღებთ, ხომ ერთი პატარა თემიდან შეიძლება ძალიან ბევრ მიმართულებაზე გახვიდეთ თუ მართლა კორუფციაზე ვთქვი, მაგრამ არ ამგონია რომ ამას რაღაც ძალიან დიდი ასეთი მასშტაბები მოყოს სხვა ბრძანეს რომ არ გამოვიწყო არც მე რომ სხვა კორუფციული ასეთი სქემებიც არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლებას რამდენად აწყობს ყველა ამის ზევით აბოტანა ან თუნდაც წარმოებაში ჩაშვება, ამაზეა ლაპარაკი. და არ ამგონია რომ ამ თემამ ასეთი დიდი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ყოფილი თანაგუნდელებისთვის რეპუტაციული თვალსაზრისით, არამედ თვითონ მოქმედი ხელისუფლებისთვისაც. მოქმედი ხელისუფლებისთვისაც, თუმცა ეს იმას რა თქმა უნდა არნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კაცი იქნება რაღაც წრე, რომლის კოტორაშვილის მხილება და მისი დაპატიმრება არც ჩვენმა საზოგადოებამ დღემდე არ იცის, ალბათ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის არც მე ვინ არის ეს კაცი, რას წარმოადგენს, ხომ? თავარი ის კი არა, კოტორაშვილი ვის დაასახელებს და ვინ დგას კოტორაშვილს უკან. ეს ალბათ ეს ჯგუფი ნელ-ნელა გამოჩნდება. აზერბაიჯანის ფაქტორიც არის ძალიან საინტერესო, როდესაც შემოდის აი ასეთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, იქაც ძალიან საინტერესოა აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე როგორ გადმოდიოდა ასეთი დიდი ოდენობის არალეგალური თანხა, რომელიც შემდეგ უკვე საქართველოში შემოდიოდა. აზერბაიჯანი ჩვენგან ამ ხრით რით განსხვავდება? კორუფციული სისტემა აქაც და იქაც. არა, გასაგებია, მაგრამ იქ თუ არ დაალაგე ეს ურთიერთობები, ანუ შესაბამისად კორუფციის თემა, ნარკოტიკები და ასე შემდეგ, ეს თემები დაალაგებულია. კარგახანია დაალაგებულია და კარგახანია მუშაობს. ხო, რა დონეზე ხო ეს არის ძალიან საინტერესო, რა დონეზე იყო ეს თემები დაალაგებული. არა, უფრო საინტერესო ისა რა დონემდე გაიხსნება ეს თემები, თორე თუ მიყვებით ეს ალბათ, ახლა ნუ 2 მილიონი დღეში როცა თეთრდება, რომ ერთი პატარა ჯიხურიდან თუ რაღაც ბუტკიდან შეუძლებელია, ხო, რომ ეს არ იცოდეს. მან ვინც უნდა იცოდეს, ხო? ვინ უნდა იცოდეს? პირველ რიგში უნდა სწავლდეს ალბათ ეროვნული ბანკის მაშინდელ, რა ვიცი, ხელმძღვანელობას თუ არა პასუხისმგებელ პირს, ხო? ვინც უნდა გააკონტროლოს ამ ფულის მოძრაობა. იცით რა, არც ის მგონია რომ ეს მარტო ეროვნული, რა თქმა უნდა, წოდით უნდა იცოდეს და ეცოდინებოდათ კიდეც, მაგრამ არ არის ის დონე რომ ამხელა თანხა დაუშვათ ასეთ ერთად პრემიერის დონეზე ფიქრობთ მაშინ? ალბათ ივანიშვილის დონეზე. და ეხლა ივანიშვილი რა საკუთარი თავის წინააღმდეგ იძიებს საქმეს? არა.
საკუთარი თავის წინააღმდეგ ივანიშვილი დღეს თუ ესე დავსვამ მტკითხვას ღარიბაშვილის წინააღმდეგ როცა მიდის ბურჭულაძის წინააღმდეგ როცა მიდის მაშინ რა მის წინააღმდეგ იძიებს საქმეს არა რა თქმა უნდა ვიტომ გითხარით რომ ეს ჯაჭვი ბოლომდე არ გავა გაწყდება სადღაც და აი დასრულდება ეს და დაისჯებიან ის პირები ან გამოტივდება ეს პირები ვინც დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლებისთვის თლად მისაღები არა რბილად რომ ვთქვათ კი ბატონო, კარგი, გადავიდეთ ახლა სხვა თემებზეც. ძალიან ესეთი აქტიური განხილვის საგანია 4 ოქტომბრის აქცია. ცალკე ოპოზიციის მხრიდან, ცალკე ხელისუფლება პირდება, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს. ორგანიზატორი და თანამონაწილე ამ აქციისა ოპოზიცია, ისინი ამბობენ, რომ ძალადობა არ იქნება, თუ კი დაინახავენ, რომ მაგალითად სამართალდამცავები უკანონოდ იყენებენ ძალას აქციის მონაწილეების მხრიდან და აკვეთენ მათი მხრიდან ძალადობას. მოკლედ, აი ამ ყველაფრის შემყურეს რისი მოლოდინი გაქვთ? ყოველ რთული სიტუაცია ნამდვილად, იმიტომ რომ მე რასაც უსმენ და ვგებულობ მედიის საშუალებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მართალია მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვიღაცებს რატომღაც ელანდებათ 2003 წელი და როგორღაც ხდება მისი გაცოცხლება პირდაპირ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ქვეტექსტი ყოველთვის აქეთ მიდის, რომ თუ ძალიან ჩაეძიები როგორ გინდა მშვიდობიანი გზით დაათმობინო, გეტყვიან, რომ აი 2003-ში მშვიდობიანად მოხდა. და მე სწორედ აი ის მაშინებს, რომ ვიღაცების ტვინში ეს არის ხარშებოდეს 2003 წელი, იმიტომ რომ 2003 წლის არსებული ვითარება და დღევანდელი ვითარება პოლიტიკური, როგორც საშინაო, ისე საგარეო თვალსაზრისით კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვისაც 2003 წელი ახსოვს, მას უნდა ახსოვდეს, რომ აი იმ გადადგომას წინ უძღოდა როგორც ვაშინგტონის, ისე რუსეთის და მოსკოვის წარმომადგენელთა ვიზიტები თბილისში და მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი რომ ჩამოვიდა თბილისში, რუსეთის მიტინგზე მივიდა და არა შევარდა პრეზიდენტად. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მაშინ სხვა ურთიერთობები იყო. დღეს საგარეო ფაქტორი ერთმანეთს დაპირისპირებულია. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გასათვალისწინებლად, რომ ვიღაცას არ მოუნდეს პროვოცირება. პროვოცირებისთვის დიდი ძალები საჭირო არ არის, მაგრამ რაღაც მომენტში ეს შეიძლება მოხდეს. ეს უფრო მაშინებს, ვიდრე დაუშვათ, რომ რა თქმა უნდა, ახლა არავის არ ჯერა და მე მით უმეტეს ალბათ თვითონ ორგანიზატორებს გარდა რომ დილით დაიწყებენ 8 საათზე. მათ ჯერათ რომ უამრავი ხალხი მოვა. 15 წუთზე რომ ხელისუფლებას გადააბარებენ. ნუ ახლა არ ვიცი, ასეთი რამ მე მგონი არავის ჯერა, თუმცა ვფიქრობ რომ აქცია იქნება მასშტაბური, ოღონდ არა 200 და 300,000, არამედ სადღაც 50,000. და ეს მასშტაბურობა არ გახდება დაუშვათ გადამწყვეტი ამ მომენტში, ანუ რისი მოლოდინიც აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომ იმ რაოდენობის ხალხი გამოვა, რომლის წინაშეც უბრალოდ ხელისუფლებას სხვა გზა არ ექნება და მოუწევს უკან დახევა. გაქვთ ასეთი მოლოდინი? შეიძლება აი ამ სცენარით განვითარდეს მოვლენები 4-ში? არა, ნუ ეს როგორ უნდა განვითარდეს, თუ გამოხვალ ქუჩაში და დაუშვათ, ჩავთვალოთ, რომ გნებად 200,000 კაცი გამოვიდა და დადგა ქუჩაში. და ხელისუფლება რატო გადადგება? ნუ გამოვა მათ წინააღმდეგ, ხო? როგორ გამოვა მათ წინააღმდეგ? ან ეს ხალხი თუ შენ ამბობ, რომ თუ განხორციელდება, მე ამიტომ მეშინია 2003 წელს, მაშინ პარლამენტში მოხდა შეჭრა. კი ბატონო. თუ ეს 200,000 კაცი უნდა წავიდეს და პარლამენტში ძალოვანი განცხადებებიც გვახსოვს, ხო? თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის არ ჩაერეოდა და ხო, ნუ ეს ცოტა მოგვიანებით იყო. ეს ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო, გვახსოვს ეს, მაგრამ მაშინ კიდე ერთხელ, მაშინ სხვა ვითარება იყო.
ანუ თქვენ რა რისკებს ხედავთ აი კონკრეტულად თუ მაგალითად იგივე სცენარით წავლენ და შეეცდებიან პარლამენტში შესვლას, ამას შეიძლება რა მოხდეს? ხო, ამას შეიძლება მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდა. ეს შეიძლება იყოს და აი ამის მეშენია სწორედ. ამიტომაც უსვამ ხაზს, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ახლა 2003 წელია და ის ვითარება. ამით აქ შესაძლოა არასტაბილური ვითარებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც დღეს ამ ჩვენს რეგიონში ხდება, იგივე გულისხმობ დაუშვათ სომხეთის განცხადებას, რომ მასაც უნდა ევროკავშირში გასვლა, იგივე აზერბაიჯანის ფაქტიურად, რა ვიცი, ანტირუსულ განცხადებებიც არ არის, ფაქტიურად პოლიტიკას ხომ ერთადერთი თუ ფეხმოსაჭიდი შეიძლება საქართველოს აღმოჩნდეს რუსეთისთვის და შეისაძლოა მას აქ მოუდეს არასტაბილური გარემოს შექმნა. აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სახიფათო. 2003-ში და არც 2012-ში არავის არ უნდოდა აქ გარეთ ძალებს ყოველ შემთხვევაში შეექმნათ არასტაბილური მდგომარეობა. ამ რისკების შესახებ სხვებისგანაც მომისმენია, აი უფრო მეტად რომ არ ვიცი, დააკონკრეტოთ მე მესმის რომ რუსეთს რაც უფრო ცუდად ექნება საქმე საქართველოს ყველა შემთხვევაში და ყოველთვის აწყობს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას მისცემს რუსეთს და რა ქმედებისკენ შეიძლება უბიძგოს თუ კი ჩვენთან ვითარება დაიძაბება. საბოლოო ერთი იქნება ის, რომ ფაქტიურად გაუვალი გახდება საქართველოს როგორც დამაკავშირებელი ქვეყანა ან სატრანზიტო ქვეყანა ევროპისთვის. ამასთანავე არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ და ის აი იგივე ეს ჩვენ ეს პერიოდი გავლილი გვაქვს 90-იან წლებში და იცით რა იყო რომ რადგან ბენზინი არ ეშოვებოდა მაგისტრალზე რომლითაც ბაქოდან ბათუმში გადადიოდა ნავთობი ამ მაგისტრალზე ყოველ რა ვიცი 2 კილომეტრში ერთი მიერთებული იყო ლევი ასე ვთქვა მაბატიეთ ამ გამოთქმისთვის ხო ანუ იპარავდნენ რა თქმა უნდა აღარაფერს ვლაპარაკობ ტვირთებზე აღარაფერს ვლაპარაკობ აქ უკონტროლო სიტუაციაზე იარაღზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ 90-იანი წლები აწყობს დღეს რუსეთს ეს ასეთი ვითარება საქართველოში თუ არ აწყობს თუ აწყობს მას შეუძლია ასეთი რამ გამოიყენოს პროვოცირება მოახდინოს და ამ პროვოცირების მერე ჩვენ რა გამოვიძიეთ და ვინმემ დაადგინა რა მოხდა იგივე 91 წელს ვინ ისროლა რატო ისროლა როგორ იყო და რა იყო არაფერი არ დაგვიდგენია ხო იმიტომ რომ იმ ძალებს ვინც შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა და გნებავთ დღევანდლამდე ხო არავის არ აძლევს ხელს ზუსტად გამოიძიოს მართლაც რა მოხდა 91 წლის დაუშვათ დეკემბერ-იანვარში რუსთაველზე. აღარაფერს ვლაპარაკობ უფრო ადრე დაუშვათ ბორითის ტრაგედიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასე რომ რთული სიტუაციაა. ამიტომაც ვამბობ რომ იქმნება ყალბი რა ვიცი მოსაზრებები, ჩემი აზრით რომ ხელისუფლება იმდენად დასუსტდა და ასე შემდეგ. ხელისუფლება შეიძლება მართლაც დასუსტდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ოპოზიციაზე და საზოგადოებაზე. არის დღეს საზოგადოება მზად იმისთვის, რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს თუნდაც ამ სამშვიდობო მშვიდობიან დამხობაში ხელისუფლების ხალხის რაოდენობიდან არა რაოდენობით ეს არ გამოჩნდება რაოდენობით განწყობით გამოჩნდება საზოგადოებაში და მე ასეთ განწყობას შეიძლება ვცდები მაგრამ ვერ ვხედავ და განსხვავებით პოლიტიკოსებისაგან რომლებიც თავის წრეში იხარშებიან და თუ ახლა შენ აქტივს ხვდები იქ აქტივი სხვანაირად ფიქრობს და ლაპარაკობს დღეს საზოგადოებაში არ არის ამის განწყობა
ყოველთვის იგრძნობოდა ეს და ყოველთვის იგრძნობა. აი მაშინ საფუძველზე საუბრობენ, აი რა უდევს საფუძველს მათ მოლოდინებს, რომ უამრავი ხალხი გამოვა და ეს იქნება გამარჯვების დღე. ხო, არ ვიცი და თვითონაც ხომ იციან, ანუ რა თუ ასე არ მოხდება, რა მოყვება ხალხის მხრიდან იმედგაცრუებას, ანუ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დასასრული ელოდება, ხო? პოლიტიკური საქმიანობის დასასრული და რეპუტაციული ზიანი ელოდება ნებისმიერ მათგანს. მესმის, მაგრამ რადგან ეს გზა აირჩიეს, ახლა უკან დასახევიც მათ არაფერი აქვთ, ხო? დღეს საზოგადოებაზეა ძირითადად დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, როგორი იქნება. შეძლებს კი ჩვენი გაიზარდა ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად თუ ისევ 90-იანი წლების დონეზე ვარ. სამწუხაროდ მე დიდ ასე ვთქვათ წინსვლას სამხრივ ვერ ხედავ. კარგი იქნება თუ ვცდები, მაგრამ რატომაც მგონია რომ ესე არაა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი. სულს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსით მე შემოგიერთდებით ეთერში უკვე პარასკევს. ნახოთ მანამდე როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები. რა თქმა უნდა, ხვალაც ვიქნებით თქვენთან ერთად პალეტრა ნიუსის დღის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე.